მე მინდა პირველ რიგში ჩემი პირველი ეთერია მას შემდეგ რაც ზურაგ ირჩიაფარიძე გაათავისუფლეს და თქვენი ეთერიდანაც მიულოცო მას და მის ოჯახს მისი მეუღლე ნატა სწორედ ჩემთან ერთად საელჩოში ძალიან ბევრს მუშაობდა უვიზო მიმოსვლის მოსაპოვებლად სხვა შორის ისევე როგორც დღევანდელი საგარეო საქმეთა მინისტრი ბოჭორიშვილი რომელიც ჩვენი კოლეგა იყო და კიდე არაერთი დღევანდელი ქართული ოცნების წარმომადგენელი და მე მართლა მაინტერესებს ამ ხალხის რაღაცა თავში რა ხდება, როდესაც ზუსტად იციან არა მხოლოდ რა შრომის ფასი დაჯდა რომ ჩვენ მოვიპოვეთ უვიზო მიმოსვლა, არამედ ზუსტად იციან ისიც რომ კონკრეტული მოთხოვნები არსებობს ევროკავშირის, რომელიც დავაკმაყოფილეთ, როდესაც მივიღეთ უვიზო მიმოსვლა და დღის წესრიგში დადგა გაუქმების საკითხი სწორედ იმიტომ, რომ საქართველო აღარ არის ქვეყანა, რომელმაც მიიღო თავის დროზე უვიზო მიმოსვლა, ანუ ჩვენ თვისობრივად განვიცადეთ უკუსვლა ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის და სხვა მიმართულებებით. ეხლა მე პირველ რიგში იმედი მაქვს, რომ ზურა არ იქნება უკანასკნელი პოლიტპატიმარი, რომელიც გათავისუფლდება და ეს დინამიკა უნდა გახდეს, იმიტომ რომ ზურას უბრალოდ ამოეწურა, მაგრამ სანამ არიან პატიმრობაში პოლიტიკური ტყვეები, როგორც ჩვენ გვითხრეს ევროკავშირიდან, სანამ ქვეყანაში არის რეპრესიული კანონმდებლობა, რომელიც მიღებული იქნა გასული 18 თვის, გასული 2 წლის მანძილზე და სანამ არის ეს რეალობა, ცხადია, რომ საფრთხე იმისი, რომ ჩვენ გვიახლოვდება ის დღე, როდესაც დღის წესრიგში დადგება უვიზო მიმოსვლის გაუქმება საქართველოს მოქალაქეებისთვის, ეს საფრთხე ხდება უფრო და უფრო რეალური. ანუ მარტივად ადამიანებისთვის გასაგებად, რო ვთქვათ, ძალიან მარტივად, სრულიად არის დღეს ქართული ოცნების ხელში ეს საკითხი რა დინამიკით წავა, რა შეგვიძლია რომ არ დავკარგოთ უვიზო. მარტივია, წერია, ყველაფერი არის გაწერილი, ნახე, ორი რამ მოხდა, ხო, რეალურად. ერთი რაც მოხდა ეს არის, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი შევიდა ძალაში, სადაც პირდაპირ არის გაწერილი, რომ ადამიანის უფლებების დაცვა, კანონის უზენაესობა, აქ თუ გაქვს რეგრესია, ამის საფუძველზე შეიძლება დაკარგო უვიზო მიმოსვლა და გუშინ გამოქვეყნდა ანგარიში, სადაც შავით თეთრზე წერია ყველა ის პირობები, რაც უკავშირდება რეპრესიული კანონების გაუქმებას, როგორიც არის აგენტების შესახებ კანონი, როგორიც არის მაგალითად გამოხატვის და ასე ვთქვათ პროტესტის ჩატარების წესების გამკაცრებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა, სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები, რომელიც ზღუდავს ადამიანის თავისუფლებებს და უფლებებს და ასევე პოლიტიკური პატიმრების თემა. ამიტომ ჩვენ ერთი რამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს გასაღები იმასთან დაკავშირებით რა დინამიკით წავა, ხო, ასე ვთქვათ, პროცესი, იქნება შემდეგი დასკვნები კიდევ უფრო მძიმე და შესაბამისად დააჩქარებს თუ არა პოლიტიკურ დღის წესრიგში უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხის დასმას თუ არა, გასაღები არის ერთადერთი ხალხის ხელში, იმ ხალხის, რომელსაც ჩემი აზრით და თქვენი აზრით და საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის აზრით არალეგიტიმურად, მაგრამ დღეს აქვს ამ ქვეყნის მართვის ბერკეტები ხელში. დღესაც ამბობ და სწორედ აი ამ ანგარიშის საპასუხოდ, რომ ეს არისო ევროკავშირის ბოლო შანტაჟი და ალბათ მოისმენდით შალვა პაპუაშვილის განცხადებებსაც, ხიშტით შემოსულ წითელ არმიას რომ შეადარა და რომ დაატოვა ერთად. მე ამიტომ შემიძლია გითხრათ, რომ ჩემთვის არის ძალიან გულდასაწყვეტი, რომ ეს საკითხი საერთოდ დადგა უკვე ოფიციალურად პოლიტიკურ დღის წესრიგში უვიზო მიმოსვლის შეჩერებას გულისხმობ, იმიტომ რომ ჩემი აზრით თუ გაინტერესებთ პირადად, როგორც საქართველოს ერთი მოქალაქის და ასევე პოლიტიკოსის არის ის, რომ ამ ხელისუფლებას, ჩემი აზრით, უნდა რომ ჩვენ უვიზო რეჟიმი დავკარგოთ ევროკავშირთან, იმიტომ რომ რაც უფრო იზოლაციაში იქნება ეს ქვეყანა, აქეთკენ მიყავს, ხო? და ესეთ რეჟიმთან თეორიულად რო დავუშვათ, რომ ზეწოლის ბერკეტად უნდა ვინმეს გამოიყენოს უვიზო რეჟიმი. ამ რეჟიმთან მართლაც ისევე როგორც ლუკაშენკოსთან, არ ვიცი, პუტინის რეჟიმთან, მსგავსი მექანიზმით მართლაც ვერ მიაღწევ ვერანაირ შედეგს, იმიტომ რომ ეს არის თანხმედრაშია ამ შემთხვევაში ხელისუფლების რეალური მიზანი, ქვეყნის სრული იზოლაცია ევროკავშირიდან, იმ პროცესთან, რაც უკავშირდება უვიზო რეჟიმის შეჩერებას. ანუ მარტივად რო ვთქვათ, ქართულ ოცნებას უნდა რომ ჩვენ დავკარგოთ უვიზო მიმოსვლა, იმიტომ რომ ეს უნდა რუსეთს. იმიტომ რომ რუსეთისთვის ეს ძალიან დიდი ხანია გამაღიზიანებელი. ოცნებასაც უნდა.
პირიქით აწყობს. აწყობს კი. ამას ვამბობ, რომ აწყობს. ყველაფერი კეთდება, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ამ წერტილამდე მივსულიყო. ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკა. ამიტომ ჩვენ აქ შეგვიძლია მხოლოდ ის ვთქვათ, რომ ჩემი პოზიცია ყოველ შემთხვევაში არის, რომ არ უნდა დაისაჯოს საქართველოს მოქალაქეები ამ ხელისუფლების გამო, მაგრამ მეორეს მხრივ არსებობს ძალიან კონკრეტული კრიტერიუმები, იმიტომ რომ სოფლიოში არის უამრავი სახელმწიფო და იქიდან მხოლოდ თუ არ ვცდები, სადღაც 40%-ია, რომელიც სარგებლობს უვიზო მიმოსვლით ევროკავშირის ქვეყნებთან და არსებობს ევროკავშირის წესები, რომელსაც შენ უნდა სცე პატივი და ქართულოსებას მხოლოდ შემიძლია ერთი რამ უთხრა. ევროკავშირი თუ არის დაქცევის პირას, როგორც გვეუბნებით და არ ვიცი დაშლის, გაუბედურების, ეკონომიკური კრახის და საერთოდ უბედურება ხდება, გამოიწვიეთ განაცხადი გაწევრიანებაზე ევროკავშირში, იმიტომ რომ არავინ არ უკრძალავს სხვათა შორის შეუძლია ქვეყანას, რომ გამოიწვიოს უკან გაწევრიანება. არა, რომ აი ჩვენს ოკუპანტს რატო შეადარეს, ხო? შალვა-პაპა. ხო და ჩვენ საბჭოთა ანუ სუვერენიტეტის დაკარგვაო. ჩვენი სუვერენიტეტის დაკარგვაო და მათი ბრალით ხდება, რომ ჩვენ კარგავთ ამ უვიზო მიმოს. პაპუაშვილი და კობახიძე მახსენებენ სხვათა შორის ტალიბანის ლიდერშიპში იყვნენ ხოლმე ხალხი, ვისაც განათლება ჰქონდა მიღებული დასავლეთში და არ ვიცი რაღაცა ისეთი არასრულფასოვნების კომპლექსები შეიძინეს ამ დასავლურ გარემოში, რომ განსაკუთრებული, ასე ვთქვათ, რაღაცა მოძულეები გახდნენ დასავლეთში და პაპუაშვილი და კობახიძე აი ძალიან მაგონებენ მსგავს ხალხს, იმიტომ რომ ეს ხალხი გერმანიაში სწავლობდა, არ ვიცი, მუშაობდნენ ამ გარემოში და დღეს არიან მთავარი მებრძოლები დასავლეთის წინააღმდეგ, არ ვიცი ესეთი რა ტრამვა აქვთ მიღებული მათი ცხოვრების მანძილზე, მაგრამ ერთი რამ შემიძლია ვთქვა თავისთავად. არ ვიცი, ისტორიაც ეთყობა არ იციან, საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას არ მიუმართავს კომუნისტური რუსული მთავრობისთვის, რომ სურდა გაერთიანება საბჭოთა კავშირში. ჩვენ დაგვიპყრეს ჯარის გამოყენებით, რუსეთის საბჭოთა არმიის გამოყენებით. ქართულმა ოცნებამ შეიტანა განაცხადი მისი ხელისუფლების პირობებში. შეიტანა განაცხადი, რომ ჩვენ გვინდა ევროკავშირში გაწევრიანება. გამოიწვიეთ უკან მაშინ ეს განაცხადი, რომ ყველასთვის გასაგები იყოს, რომ ჩვენ აღარ გვინდა აი იმ უმძიმეს პირობებში მყოფ, ასე ვთქვათ, რაღაცა დამპყრობელ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა და ყველასთვის იქნება გასაგები. და რაც შეეხება ევროკავშირს, ევროკავშირი ის, რომ ევროკავშირი ეს არის ქვეყანა, სადაც მათ შორის თუნდაც მცირე ზომის ქვეყნებს აქვთ სრულფასოვანი შესაძლებლობა დაიცვან სწორედ საკუთარი ინტერესები, აი ამისი ძალიან კარგი მაგალითი იყო გასულ 2 დღეში გამართული მსჯელობა ბრიუსელში, სადაც შეთანხმდა უკრაინისთვის დახმარების გაწევა, სადაც გაითვალისწინეს დიახ სწორედ მცირე ქვეყნების პოზიციები და საბოლოოდ შეთანხმდნენ ისეთ ფორმულაზე, რომელიც ყველასთვის იყო მისაღები, ამიტომ არის სწორედ რომ ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანება გვჭირდება, იმიტომ რომ საქართველოსთვის სუვერენიტეტის გარანტიაც, ჩვენი ქვეყნის, ასე ვთქვათ, საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ინტერესების ადეკვატური დაცვის გარანტიაც ერთადერთი არის სწორედ ევროკავშირში გაწევრიანება. სალომე, წიგანი თინა მყავდა ხიდაშელი სტუმრად და მასთანაც შემოვიტანე საუბარში ეს თემა და თქვენც მინდა რომ მკითხოთ, აი წამოვიდა რაღაც ჯერ არ არის ეს ძალიან კამპანიური ხასიათის, მაგრამ შემთხვევითი რო არ არის ცხადია, ასეთი თითქოს მოწოდებები 1-2 კაცისგან, მაგალითად უცნობი მათი მხარდამჭერი გია გაჩეჩილაძე წერს რომ ამბობს რომ ვთხოვ პრემიერ-მინისტრს და საპატრიარქოს გამოუშვით ეს ადამიანები, დაჭერილ სინდის პატიმრებზე არის საუბარი, იქნებ სიკეთე მაინც დაინახონ, მზად ვარ რომ ეს პასუხისმგებლობა ჩემს თავზე ავიღო. თუ უშვებთ ესეთ ვარიანტს, რომ მაგალითად თორნიკე გოშაძე, მზია ამაღლობელი, თქვა ზვია ცეცხაძე, გია ტერიშვილი, არჩილ მუსელიანცი, გიორგი მინდაძე, საბას ხვიტარიძე არ ჩამოვთვლი, არ მიწყინოთ, თუ ვინმეს გვარი არ გამომჩეს მეშინია, ანუ აი ეს ადამიანთა ნაკრები, მათ შორის შესაძლებელია პოლიტიკური ლიდერებიც უცებ გამოუშვან, ან პოლიტიკური ლიდერები არა, მაგრამ ეს პატიმრები ყველა ერთად მათინების საწინააღმდეგოდ გამოუშვან უცებ ციხიდან და თქვან, რომ აი ხო რა გავითვალისწინეთ ჩვენ თუნდაც ერთ-ერთი რეკომენდაცია. ნუ პირველ რიგში ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია ოცნების პროპაგანდისტების პოზიცია, იმიტომ რომ
მე რო ვითხოვ ამ ხალხის გათავისუფლებას, გასაგებია, იმიტომ რომ მე მიმაჩნია, რომ ისინი უკანონო ტყვეები არიან. ანუ მე მიმაჩნია, რომ მათ არანაირი კანონდარღვევა არ აქვს ჩადენილი და არიან უკანონო ტყვეები. მე ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს ხელისუფლება არის მოძალადე ხელისუფლება, რომელსაც ყავს დამწყდეული უდანაშაულო ხალხი ციხეში. ეხლა მე არ ვიცი ოცნების პროპაგანდისტები რო ითხოვენ გამოუშვითო თუ დამნაშავეებად მიაჩნიათ ეს ადამიანები, მაშინ რატომ მოითხოვენ და თუ უდანაშაულო ადამიანები ყავს ციხეში ჩასმული ამ რეჟიმს, მაშინ ამ რეჟიმის პროპაგანდისტობას როგორ ასე ვთქვათ აპირებენ რომ გააგრძელონ. მე სიმართლე რო გითხრა, არ ვიცი ეს რაღაც ჟესტია. გააქტიურებინეს მე ერთი რამ ვიცი, რომ გამოკითხვა აჩვენებს, რომ ქართული ოცნების მხარდაჭერებიც კი თვლიან, რომ ეს ადამიანების ესეთი არ ვიცი, ცხოვრების დანგრევა და აქ საუბარი არის უკვე უამრავ ადამიანზე, ხო? აი ჩვენ ცხოვრობთ ქალაქში, რომელიც ახლა არის რაღაც გაჩირაღდნებული, საახალწლო რაღაცა მოკაზმით და არავის არ აქვს, მე მგონი, არანაირი დღესასწაულის განწყობა, იმიტომ რომ უამრავი ადამიანი არის გამწარებული უბრალოდ ამ რეჟიმისგან. ეხლა ის რომ სოლიდარობა აქვს საზოგადოებას პატიმრების მიმართ, ჩანს გამოკითხვებით, შეიძლება ამიტომ ვიღაცას უნდა რომ რაღაცა გამოჩნდეს, რომ ასე ვთქვათ, რაღაცა სწორი თქმელია ყველა შემთხვევაში და ამიტომ თქვა, მე არც იმას არ გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილი ცდილობს რომ მოძებნოს გზა იმისთვის, რომ ივაჭროს კონკრეტულ საკითხს. ხო და აი ამისთვის დაწესებული სანქციები. სანქციები, აი მაგიტომ დავსვი ეს კითხვა, რომ შემდეგი კითხვა მინდოდა სწორედ სანქციების თემა შემომეტანა. აი ლუკაშენკასთან თუ კი დავაპარალელებთ, ბოლო პერიოდში, ანუ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები თქვა პატიმრების შეწყალებაზე, რომელიც მისთვის სავაჭროა, ხო? სავაჭროა, ცხადია და ხომ არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ სანქციებისგან თავის ასარიდებლად შესაძლებელია მართლაც აი ამ პატიმრების თემა წამოწიონ წინა პლანზე, მათ შორის პარტიული ლიდერების, რომელთა წინააღმდეგაც კიდე ახალი საქმეები აღიძრა და მაგალითად იგივე შეწყალებით თავისივე მიმართვის გარეშე, გარეთ რომ გამოუშვეს მამუკა და ბადრი, შესაძლოა ისე უკან შეაბრუნონ ამ ვაჭრობისთვის თუ კი სჭირდებათ, იმიტომ რომ ახალი საქმე აღუძრეს, ხო, ყველას ერთად. ანუ აი ფიქრობთ, რომ ეს თემა შეიძლება დადგეს დღის წესრიგში, იმიტომ რომ ივანიშვილმა თავიდან აირიდოს კიდევ ახალი პრობლემები სანქციების სახით. ხო, ნუ ახლა ერთი რამ არის ფაქტი, რომ ივანიშვილისთვის ის სანქციები, რაც არის უკვე მასზე დაწესებული ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, რომელსაც არავინ ხელს არ კიდებს, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ვადებს აცხადებდნენ, რომ აი ხა 20 იანვრამდე უნდა მივაღწიოთ, მე რაღაც თებერვლამდე მე ყველაფერი შეიცვლება. გავიდა საკმაოდ დიდი ხანი და არანაირი ცვლილება ამ მიმართულებით ახალი ადმინისტრაციის პირობებში ვაშინგტონში არ არის. ეს სანქციები ივანიშვილისთვის არის დისკომფორტი, ამიტომ გამორიცხვა იმის, რომ ის მზად არის, რომ რაღაცა ასე ვთქვათ ვაჭრობა დაიწყოს ამ თემაზე, მე არ შემიძლია, თუმცა ერთი რამ უნდა ვთქვათ, რომ აქ ჩვენ კიდევ უფრო მძიმედ გვაქვს საქმე, იმიტომ რომ ლუკაშენკოს შემთხვევაში და ბელორუსის შემთხვევაში იქ სანქციები დაწესებული აქვს მათ შორის ბელორუსის ეკონომიკას, ანუ თელ ასე ვთქვათ სექციებს ეკონომიკის, რომელიც მნიშვნელოვანი არის ქვეყნის ეკონომიკისთვის. საქართველოსთვის საბედნიეროდ ჯერჯერობით ესეთი სანქციები არავის არ დაუწესებია, ანუ პერსონალური სანქციები აქვს დაწესებული და ეს პერსონალური სანქციები ეს მინდა რომ უბრალოდ საზოგადოებას ესმოდეს, რომ საქვეყნის ინტერესებზე კი არ არის საუბარი. ქვეყნის ინტერესებში რაც შედის, ეს არის ის, რომ ჩვენ დღეს ისევე როგორც მოლდოვა წარმატებით ვახორციელებდეთ ევროკავშირის მოთხოვნებს იმისთვის, რომ დაწყებული გქონოდა უკვე მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე, სტრატეგიული თანამშრომლობაც გქონოდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან შენარჩუნებული, არ ვიცი, ანაკლიის პორტის მშენებლობაც დაწყებული ყოფილიყო და ყველაფერი სხვა. ეს ყველაფერი მოხსნილია დღის წესრიგიდან ქვეყნის ინტერესების გამო კი არა, იმიტომ რომ ივანიშვილი თვითონ როგორ უყურებს საკუთარ პერსონალურ ფინანსურ ინტერესებს. ეხლა ამ პროცესში არის თუ არა ის მზად იმაზე, რომ რამე დათმობაზე წავიდეს, მე გამიჭირდება რომ გითხრა, მე ვიცი რომ რაც მაქვს ინფორმაცია მისთვის არის პრიორიტეტი, რომ სანქციები მას მოეხსნას და რა თქმა უნდა დამატებით სანქციები თუ დაესწრება
და ამისი საფრთხეს ყოველდღიურად იზრდება, იმიტომ რომ თქვენ მათ შორის ნახეთ კაია კალასის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ დიახ, ამ ეტაპზე ერთობლივი შეთანხმება ვერ ხერხდება, მაგრამ პოლიტიკურ დღესასრიგში რჩება სანქციების შემუშავების საკითხი. ნუ, ეხლა არ გამოვრიცხავ, ეს არის ალბათ ერთადერთი სამწუხაროდ ამ ხელისუფლებას არ ადარდებს საქართველოს ასობით ათასი მოქალაქე დაკარგავს თუ არა უვიზოთ ევროკავშირში მოგზაურობის, მკურნალობის, სწავლის და ყველა სხვა შესაძლებლობებს, ეს არ აინტერესებთ მათ, ხო? ანუ ეს არის ხელისუფლება, რომელიც ხალხის დღის წესრიგს არის იმდენად მოწყვეტილი, როგორც არც ერთ ხელისუფლება, მე მგონი, ეს არის ხელისუფლება, ეს არის ის გუნდი, რომელიც საერთოდ არ ელაპარაკება, ასე მგონია ხალხს, ანუ ხალხთან საუბარი არ ნიშნავს მარტო მათი ტაშის დამკვრელები რომ უსხედან ხოლმე წინ და შეხვედრებს რომ საგანგებოდ უგეგმავენ იმ ადამიანებთან ლაპარაკს და ეს პრობლემა სალომე თქვენ ჩემზე კარგად იცით დიპლომატი ხართ და ამდენი წელი ელჩი იყავით თქვენ ჩემზე კარგად იცით რას ნიშნავს ევროპა კონკრეტული ოჯახისთვის რომ მე არ მეგულება საქართველოში ალბათ 3-4 ოჯახში ერთი ადამიანი მაინც რომ არ იყოს წასული იქიდან არ აგზავნიდეს საკუთარი ოჯახის სარჩენფულს უამრავი ადამიანი რომელიც ჯანმრთელობის გადასარჩენად მიდის ახალგაზრდობა რომელიც სასწავლებლად ანუ პირადად ადამიანების ოჯახების ყოფაზე აისახება ეს და ეს უნდა ავუხსნათ ალბათ ჩვენს მაყურებელს რომ ამას ვერაფრით ვერ აწევს ვერც ივანიშვილი ვერც მისი პარტია აი ამ სიკეთეების დაკარგვას როგორ წვრილმანდებით ხო თითქოს მაგრამ ეს პრობლემებია ერთობლიობაში რაც მნიშვნელოვანს ხდის ამ უვიზო მიმოსვლას არა მხოლოდ ეს გარდა ამისა ჩვენ თუ შევხედავთ ჩვენი ეკონომიკის რაღაც მდგენელს ხო ის ხალხი მილიონამდე ქართველი რომელიც წასული არის ამ ქვეყნიდან და მუშაობს საზღვარგარეთ ეს ხალხი თამაშობს უმნიშვნელოვანეს როლს საქართველოში ეკონომიკაში იმიტომ რომ ჩვენ ხო გვესმის რომ ის დოვლათი ასე ვთქვათ რომელიც შემოდის ქვეყანაში გადარიცხვების სახით და ასე შემდეგ აისახება გადასახადში ანუ ბრუნავს ქვეყანაში და ჩვენ რეალურად აი როდესაც წაართვეს ემიგრანტებს ხმის უფლება ხო ანუ დემოკრატიის პრინციპი პირველ რიგში რას ეფუძნება, საიდან დაიწყო წარმომადგენლობითი დემოკრატიის იდეა, რომ მე გადასახადს თუ ვიხდი, მე უნდა მივიღო მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღებაში. და ჩვენ წარმოიდგინეთ, აღმოჩნდით იმ მდგომარეობაში, რომ ის ხალხი, ვისაც ძალიან დიდი წვლილი შეაქვს ამ ქვეყნის ეკონომიკის არსებობაში, მათ წაართვეს უბრალოდ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობის უფლება, ანუ ისინი ფაქტიურად გახადეს უუფლებოები და დღეს თუ ჩვენ დავკარგავთ ამ უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობას, რა თქმა უნდა, დამატებითი ბევრი პრობლემა შეექმნება ადამიანებს, მაგრამ უკვე ის რაც მოხდა, როდესაც ემიგრანტებს გაუუქმეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება, ეს არის საოცარი უსამართლობა ამ ხალხის წინაშე და არა მხოლოდ ამ ხალხის, არა იმ ხალხის წინაშეც, ვისაც ისინი ეხმარებიან, ხო, იმიტომ რომ მე არ ვიცი ახლა ზუსტად პროცენტულად დათვლა რთულია რა პროცენტი არის დამოკიდებული საქართველოში მაცხოვრებელი ხალხის ამ შემოსავალზე, რომელსაც მათ უგზავნიან დასავლეთიდან, მაგრამ თვითონ გადარიცხვების მასშტაბს რო ჩვენ შევხედოთ, რამდენი შემოდის ქვეყანაში, ქვეყნის ეკონომიკაში ყოველთვიურად, ეს არის უზარმაზარი წელი ეკონომიკაში და სწორედ ამ ხალხს უთხრეს, რომ თქვენ არავინ არ გეკითხებათ, თქვენ საერთოდ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში მონაწილეობის უფლება აღარ გაქვთ. უნდა იცოდეს, რომ თუ ეს უვიზო მიმოსვლა გაუქმდა, მე ძალიან გაჭირდება მათი ცხოვრებაც. მადლობა სალომე, მადლობა რომ ვიყავით ჩვენთან ერთად და ერთი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს არის მთელ ხაზად რაც გაყვება ამ პროცესს, რომ იქნებ ძალიანაც სჭირდებათ, იქნებ ძალიანაც აწყობთ, რომ თვითონ ევროკავშირმა მიიღოს ეს გადაწყვეტილება უვიზო მიმოსვლის შეჩერებასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ უკვე პუტინთან ერთად, როდესაც ხედავ შენი ქვეყნის წარმომადგენელი პრემიერი ზის და ეს სხვა რა იყო, მე ხუთეთ ვამბობ, მე მგონი გვაჩვევენ თქო, პირველი გამოჩენა პუტინთან ერთად რაღაც ფორუმის ფარგლებში, ალბათ იქნება მეორე, მეხუთე, მეშვიდე
მითვიდე და აი როდესაც შენი ქვეყნის წარმომადგენელი პირველი პირი უკვე პუტინთან ერთად ზის მაგიდაზე და ბრიუსელის მაგივრად აშხაბადში ვხედავთ ამას, იქნებ მათ ეს ჭირდებათ, იქნებ ეს მათი დავალება, რომელსაც ისინი ოღონდ ამას ემატება კიდე ის, რომ ამის პარალელურად რუსეთიდან ჩვენ პირდაპირ გვეუბნებიან, რომ არანაირი გაუმჯობესება ურთიერთობების სანამ არ აღიარებთ დამოუკიდებლობას თქვენი ოკუპირებული ტერიტორიების. ეს არის რუსეთის გზავნილი, რომელიც პარალელურად გვესმის, იმის პარალელურად რომ ხედავთ, რომ ასე ვთქვათ, ინფორუმებზე დადიან. ანუ მე ისი თქმა მინდა, რომ ვერც ვერავის ვერ ატყუებენ, რომ რაიმე შედეგს იღებენ ამ ასე ვთქვათ, ურთიერთობებიდან და ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ სამწუხაროდ ჩემი მრავალწლიანი გამოცდილებით ევროკავშირთან მუშაობის ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ევროკავშირი არის იმიტომ რომ რთული მექანიზმია, ასამუშავებლად რთული მექანიზმი, ოღონდ რო ამუშავდება რაღაც მიმართულებით, მერე არის მისი შეჩერება საკმაოდ რთული. აი ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს მაგალითად მოლდოვის შემთხვევაში ეს რთული მექანიზმი ამუშავდა იმ მიმართულებით, რომ მოლდოვა სწრაფად გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო და საქართველოსთან მიმართებაში სამწუხაროდ აი ეს რთული მექანიზმი ამოიქოქა საპირისპირო მიმართულებით და დღეს მხოლოდ პოლიტიკური კეთილი ნების საკითხია ევროკავშირის მხრიდან, რომ ჩვენ არ გაგვიუქმეს კანდიდატის სტატუსი, ან უკვე არ შეგვიჩერეს უვიზო მიმოსვლა და ეს საფრთხე, ამიტომ მე მინდა ვთქვა, რომ არის რეალური, მე მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან დიდი პრობლემა და ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ რაც უფრო გაგრძელდება ამ ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკა, სამწუხაროდ მხოლოდ მათ ხელშია ბერკეტები, რომელმაც შეიძლება რომ ამ მექანიზმის მუშაობა კიდევ უფრო დააჩქაროს.